ბოლო პერიოდში ლოგისტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გავლენით ნავთობზე ფასების მატებამ საზღვაო ხაზებს დამატებითი მოსაკრებლების შემოღებისკენ უბიძგა. ბიზნესი ამბობს, რომ საწვავის გაზრდილი ხარჯის გათვალისწინებით საზღვაო ხაზებმა დამატებითი გადასახადები დააწესეს, რომელიც თითოეულ კონტეინერზე საშუალოდ $150-დან $300-მდე მერყეობს. ცვლილებები შეეხო ეგრეთ წოდებულ აუტპორტებსაც, რომელთა შორის საქართველოცა. მცირე პორტებში, სადაც მიმოსვლა ფიდერული, ანუ პატარა გემებით ხდება, დამატებითი ტარიფები უკვე ამოქმედდა. დამატებითი გადასახადები შემოიღეს სხვადასხვა სავაჭრო გზებზე. ასაც დაერქვა ინგლისურად emergency bunker surcharge. ეს შემოღებული იქნა სხვადასხვა სავაჭრო გზებზე და მერყეობს დაახლოებით $100-150 ფარგლებში. ისრაელის შემთხვევაში არის war risk surcharge, იმიტომ ისრაელი სამხედრო მოქმედებების ზონა. დღეს კიდევ რაღაც დამატებითი საწვავის გადასახადი შემოვიდა. ეს უფრო ეხება აუტპორტებს. ამ შემთხვევაში აუტპორტი ჩვენ ვართ. პორტებზე რა უფრო სავაჭრო გზებზე ვიტყოდი, სადაც არ ხდება მთავარი გემებით ოპერირება. თუმცა ფასები იგივეა ერჩება, მაგრამ გადასახადები შემოდის სხვადასხვა. ერთ კონტეინერზე გაზრდილი ფასი, ეს საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საბოლოო მომხმარებელს აწვება. საზღვაო სექტორისთვის საწვავი ხარჯების დაახლოებით 70% შეადგენს. კერძო სექტორში განმარტავენ, რომ კონფლიქტის დაწყებამდე დიზელის საწვავი 1 ტონაზე $800 იღირდა, ხოლო კრიზისის შემდეგ ფასი გაორმაგდა და $1600 გადასცდა. შესაბამისად, გემთმფლობელები იძულებულნი არიან ხარჯები დამატებითი გადასახადების შემოღებით დააბალანსონ. საგანგებო კონფლიქტის დანამატი შემოიღო ამ აღნიშნულ რეგიონში სანაოსნო კომპანიებმა, რაც $2-3,000 იყო სტანდარტულ კონტეინერზე, ხოლო რეფრიჟერატორულ სამაცივრე კონტეინერზე გავიდა $4,000-მდე დამატებითი ხარჯი. რომ დაითვალეს ეკონომისტებმა, თქვათ ერთი წელი რომ გაგრძელდეს ჰორმუზის სრუტის კრიზისი, რა გავლენას, ანუ რა ხარჯი შეიძლება ქონდეთ სანაოსნო კომპანიებს, გემთმფლობელებს და ეს ციფრი იყო $35 მილიარდი, რაც დამატებით ხარჯად დააწვება სანაოსნო კომპანიებს. ფაქტიურად სერიოზული დარტყმა არის ეს როგორც სანაოსნო სეგმენტისთვის, ასევე ეს რა თქმა უნდა ეს 35 მილიარდი შემდგომ გადავა უკვე მომხმარებლებზე, საბოლოო მომხმარებლებზე, საცალო ფასებზე და ასე შემდეგ. ლოჯისტიკის სექტორში არსებული ვითარება მხოლოდ საზღვაო გზებით არ შემოიფარგლება. გადამზიდველების ინფორმაციით ფასები გაზრდილია სახმელეთო ტრანსპორტირებაზეც. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების გაძვირების გავლენით სახმელეთო გადაზიდვების ღირებულება მინიმუმ 20%-ით უკვე გაიზარდა. აწვავის ფაქტორი ძალიან დიდია, დაახლოებით 40%-ია გადაზიდვის თვითღირებულებაში და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, მომენტალურად იმოქმედა. თუკი ჩვენ შევხედავთ, ევროპაშიც 25%-ით გაიზარდა დაახლოებით ტარიფები, ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს და ასე ვთქვათ აზიის იმ ნაწილს, სადაც ჩვენ გადაზიდვებს ვარდა, მინიმუმ 20%-ით გაიზარდა. ფაქტიურად შოკური ზრდა არის და ეს ძალიან ტკივნეულად გადააქვს ახლა გადამზიდავებს, იმიტომ რომ ასე მკვეთრად ტარიფების მომატება დამკვეთისთვისაც მტკივნეულია და ხშირად დამკვეთების დაკარგვას ან მათ ასე ვთქვათ გადანაცვლებას იწვევს და ეს ამ პროცესში ახლა გადის ქართული გადამზიდავები, შუა დერეფანი ეგრეთ წოდებული, ხო? ისედაც ყველაზე ძვირი დერეფანი, ყველაზე ძვირი სამარშრუტო, ასე ვთქვათ, გზა არის გადაზიდვა იმ ალტერნატივებთან, რაც არის ჩრდილოეთი და სამხრეთი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხოების კომპონენტს, იმედი მაქვს, რომ აი ამ სიძვირეს გადაწონის უსაფრთხოების მომენტი და ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენი მომხმარებელი მაინც გვეყოლება ბაზარზე. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომიდან გამომდინარე ყველაზე მეტად საავიაციო საწვავი გაძვირდა, რამაც ავიაკომპანიების საგანგებო რეჟიმში ოპერირება და მომსახურების ტარიფების ზრდა გამოიწვია. სოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს. ამჟამად ბრენტის ტიპის საწვავზე ფასი $111-მდეა გაზრდილი, რაც წინა კვირასთან შედარებით ფასის 12%-იანი ზრდაა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტამდე ბრენტის ტიპის ნავთობი ბირჟაზე დაახლოებით $70 ფარგლებში ივაჭრებოდა. გლობალურად საწვავის გაძვირება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია. ომამდე ამ სრუტით დღიურად 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდებოდა. ამჟამად სპარსეთის ყურეში კვლავ უძრავად რჩება 600-ზე მეტი ტანკერი, რომელთა ნახევარიც სწორედ ნავთობითაა დატვირთული.